მოგესალმებით, მე ნათია შაი, ეს ჩემი არხია და მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს ის თქვენი არხიც გახდება, დარწმუნებული ვარ ძალიან შეგიყვარდებათ და ძალიან ბევრ შემეცნებით ინფორმაციას მიიღებთ ამ არხისგან. დღეს განვიხილავთ მეორე ნაწილს რიგით მესამე ბედის მატრიცისა, რომელსაც ვხვდებ საჯაროდ, კონკრეტული ადამიანის ბედის მატრიცა არის და წინა ნაწილი დავასრულე ვარაუდით და იმდენად მკვეთრად იყო გამოკვეთილი მისი მოწოდება, რომ ვთქვი, რომ ეს ადამიანი თქო ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, რელიგიური მსახური იქნება, თქო. თან ესეთი, აი ნახე, რელიგიაში არის სხვადასხვა იერარქიები, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოზიციები, მოდი ვიტყვი ესე, მე მას ამ მატრიცის მიხედვით ვთქვი, რომ აი ესეთი მღვდელმთავარი, ცნობილი პოპულარული მღვდელი რაღაც მსგავსია და არა ბერი და ესე ვთქვათ ჭრილში მყოფი ადამიანი. მე ისიც ვთქვი და აღნიშნე, რომ არაფერი არ ვიცოდი ამ ადამიანზე, გარდა იმისა, რომ მისი სქესი არის მამრობითი, სხვა ინფორმაცია არაფერი არ მქონდა და გუშინ, როდესაც ნახა, ასე ვთქვათ, დამკვეთმა ეს პირველი ნაწილი, ჩამიყარა სურათები და ის აოცრება, ეს ადამიანი მართლაც ეკლესიის მსახური არის და მას ძალიან დიდი წარმატებას უსურვებ ყოველივე ამაში. ეხლა მე მინდა განვიხილო მისი კარმის კუდი, შოლტი, რომელსაც ყოველთვის ვამბობ, რომ ეს გვაქვს ყველა ადამიანს, ეს არის ჩვენი ჩრდილები, ჩვენი შიშები, ჩვენი ნეგატივი, რომელიც მოდის წინა რეინკარნაციიდან ან რეინკარნაციებიდან, ანუ ჯამურად ეს ენერგია და ეს არის ის, რაც ასე ვთქვათ, ყოველთვის გვამძიმებს, ყოველთვის სისუსტეების დროს ამ ენერგიის მინუსში გადავიხრებით და ყოველთვის თელ ცხოვრების მანძილზე უნდა ვაკონტროლოთ და ვამუშაოთ. ჩვენი, ასე ვთქვათ, სისუსტეები, ჩვენი ნეგატივი, რომელიც არის, რატო გვაქვს ყველას ეს კარმის შოლტი და რატო არ შეიძლება რომ არ ქონდეს ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ დედამიწაზე ვიბადებით ყველა რაღაცა ერთი მისიით, რომ გავიზარდოთ, განვითარდეთ და ენერგეტიკულად ავმაღლდეთ. და თუ ამას ამოწურავს და როგორც ვთქვი, ნიკოლა ტესლას ამ ასე ვთქვათ, საიდუმლოს ამოხსნის და 3-6-9-იანის საიდუმლო აქ არის, თქვი, ეხლა არ გამეორდები რატო და რანაირად. თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ თქვენს პირადი მატრიცის გასახილველად და თქვენს საიდუმლოსაც ამოხსნი პირადად თქვენთვის რა არის ეს გასაღები, ამ ჯადოსნური საიდუმლოსი და თუ ადამიანს აღარ აქვს ეს კარმა განსაკუთრებით და სხვა კარმები დასამუშავებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გადის სანსარიდან, ანუ იმ წრებრუნვიდან, რეინკარნაციულ წრებრუნვიდან, დაბადება, გარდაცვალებიდან და საერთოდ გადადის სხვა განზომილებაში, დედამიწური ველიდან გავა მისი სული. ამიტომ ყოველ დედამიწელ ადამიანს გვაქვს კარმის შოლტი. ასე რომ ამაში არც სამარცხვინოა, არც ვაიდე და არც ვუიდე და მთავარია როგორ დავამუშავებთ ამ ცხოვრებაში ამ ყველაფერს. მაშ ვნახოთ რა ხდება ამ ადამიანთან. ეს ადამიანი მისი ენერგეტიკიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ საერთო ჯამში, ხომ? მინდა ვთქვა 99%-ით წინა რეინკარნაციაშიც იყო მამაკაცი. მამაკაცური ძლიერი ენერგია ჩანს. ეს ენერგიები ჩვენ სულ ვამბობთ, ხო, რომ ადამიანი სანამ დაიბადება ჯერ არჩევს საგვარეულო ეგრეგორებს, ანუ რა არის საგვარეულო ეგრეგორები? ვინ იქნება პირველ რიგში მშობლები და მშობლებს ყავს ორი მშობელი, ხო, 4 გამოდის სულ, ანუ დედის დედა მამა, მამის დედა მამა. ანუ და 7 თაობა. ნახულობს რა ქონდა, რა აქვს საერთო ამ გვარებს მის პირად ენერგიებთან, რაც აინტერესებს რომ დაამუშაოს საერთო და იბადება იმ გვარში, იმიტომ რომ იმ გვარსაც სჭირდება ეს ენერგია და მასაც სჭირდება ის გვარი, რომ ერთმანეთს დააეხმარონ ამ კარმის დაწვაში და დამუშავებაში. მე მინდა გითხრათ, რომ წინა ცხოვრებაში ეს ადამიანი ფლობდა ძალიან დიდ ძალას. რაც გამოხატულია მის საგვარეულო ეგრეგორში, დედის მხრიდან კაცებში და მამის მხრიდან ქალებში.
რას უშვებოდა ამ ენერგიას? იმიტომ რომ ნეგატიურად, იმიტომ რომ ეს არის კარმის შოლტი, როგორც თქვი. ამას იყენებდა თავის ძალას, იყენებდა ფოროტად, ასე ვთქვათ, ძალმომრეობდა ადამიანებზე, ძალადობდა ადამიანებზე. რვიანი გახსოვთ, წინა პირველ ნაწილში სულ ვამბობდი, ძალიან ბევრი რვიანი აქვს მეთქი. და იქიდან გამომდინარე რომ ნახეთ მის ტალანტშიც, ანუ ძალიან კარგად ესმოდა ეს და ნეგატივშიც რო არის, ეს იმას მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებდა სამართლიანობის სახელით. ნახე, რაღაცა შუა საუკუნეების პიროვნება დაიხატა ჩემ თვალში. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რეგრესულ ჰიპნოზზე რას ნახავდა და რას დაინახავდა ეს ადამიანი. ასევე გეტყვით, რომ თუ სურვილი გაქვთ, ოღონდ არა ინტერესის გამო მიხართ წინა ცხოვრებაში, არამედ რაღაც თერაპიული რაღაც პრობლემები გაქვთ და თერაპია რომ მიიღოთ ამითი, შეგიძლიათ მომართოთ რეგრესული ჰიპნოზის გასავლელად. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ თერაპიის მიზნით, რაღაცა ტრავმების გასაკურნავად და არავითარ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს ნეტა მე ვინ ვარ. ხო, რა ჩანს აქ რომ გავაგრძელოთ? ეს არის ხო რაღაც შუა საუკუნეების ეპოქის ტიპაჟი დაიხატა, მამაკაცის ტიპაჟი დაიხატა ჩემ თვალწინ, რომელიც უსამართლოდ არა, მაგრამ სამართლის სახელით, სამართლიანად ძალიან მკაცრად სჭირდა ადამიანებს და ძალიან მკაცრად ეპყრობოდა. რა ვიცი, შეიძლება იყო მმართველიც, მეფეც, დიდებულიც, ან შეიძლება უბრალო ადამიანიც იყო, დღეში გავარდნილი და სჭირდა ადამიანებს თავიანთი უმსგავსო საქციელის გამო. ანუ ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი და სხვათა შორის ძალიან მკაცრი იქნებოდა. აი, მართლა სასტიკი და შეუდრეკალი, წარბი არა უთამაშდებოდა, ისე მკაცრი იყო მისი სამართალი. ეს ჩანს. რომელიც ენერგიაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მის დედის მხარეს, ანუ დედის მამა და ბაბუებში ჩანს ეს ენერგია, დიდი ძალის და მამის მხარეს ქალებში, ანუ ბებიებში, მამის მხრიდან. აი ესეც საგვარეულო კარმა. საინტერესო არის ის, რომ უკვე ვთქვი, რომ ამას აკეთებდა სამართლიანობის მიზნით და კიდე ქონდა ასე ვთქვათ, ერთგვარი დამოკიდებულება რაღაცაზე. ნახე, თუნდაც შეიძლება ეს ყოფილიყო სამართალზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ნებისმიერი დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა არის ნეგატივი შემომაყურებლებო. არ აქვს მნიშვნელობა მიჯაჭვულობა რაზე იქნება ჩათმული, ეს ნარკომანია იქნება თუ მაგალითად სიყვარული. საერთოდ ყველაფერი, რასაც აჭარბებ, უკვე მინუსია. ამ სამყაროში ოქრო არის ბალანსი, ნაკლები გაქვს თუ მეტი გაქვს, ეს არის უკვე მინუსი. და რაღაც მიდრეკილებაც ექნებოდა ამ ადამიანს, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობა ექნებოდა, შეიძლება სამართლიანობაზეც, მისი სხვა ენერგიებიდან გამომდინარე და მოკლედ რისხვას ატეხდა ადამიანებს თუ სამართლობას ჩაიდენდნენ. ძალიან მკაცრი იქნებოდა. ეს ცხადია, ეს ენერგია გამოყვება ხოლმე ამ ცხოვრებაში ადამიანებს. ჩვენ არ გვახსოვს რეალურად ვინ ვიყავით, რას ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენ არ ვიცი, იცით თუ არ იცით, თუ არ იცით, გაიგეთ ახლა რომ ჩვენ გვაქვს ფიზიკურ სხეულს ყველა ვიცნობთ და გარდა ფიზიკური სხეულისა გვაქვს სულ 7 სხეული, 7 და ამ სხეულებს აქვს ყველას თავისი ფუნქცია და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ფიზიკური ამას ვხედავთ, ვეხებით ჩვენ ადამიანები და ძალიან ადვილი აღსაქმელია. მაგრამ არსებობს ესეთი სხეულიც, სადაც ემოციები იწერება, ჩვენი განვლილი კარმებიდან და ეს არსად არ იშლება. ემოციები, ემოციური მახსოვრობა მოგვყვება ჩვენ ადამიანებს, თუმცა ესე ვთქვათ, ესე არ გვახსოვს, ხო, ძალიან იშვიათი გამონაკლისია, რომ ადამიანს თავისი წინა რეინკარნაციები ახსოვდეს. ამის გახსენება შეიძლება რეგრესული ჰიპნოზით, მაგრამ ესე რა ვიცი, მილიონში ერთ ადამიანს შეიძლება ახსოვდეს ახალდაბადებულ სულს, შეიძლება ახსოვდეს რაღაც წინა რეინკარნაციიდან. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გვახსოვს.
და ეს ემოციები მოყვება, ანუ ეს ხასიათი გამოყვებოდა. თუ ვინმე უყურეთ წინა ნაწილსაც, მე ვთქვი, რომ 8-იანის ნეგატიური, ეს არის სამართლიანობის სახელით ბრძოლა და აგრესია და წინა კარმაც საკმაოდ კარგად გვაჩვენებს ამას. აი აქედან მოდის ეს. ანუ მან ძალიან კარგად იცოდა რა იყო წესიერება, რა იყო კანონიერება და ამის დაცვას მინუსში აკეთებდა. უკვე შეიკრა ხო მთელი ჩაჭვი და ცენტრში არის 4-იანი იმპერატორი, რაც მინუსში, ასე ვთქვათ, საკმაოდ ისეთი მკაცრია და დესპოტური არის. ეს გამოვლენებები აუცილებლად ექნება ამ ადამიანს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედარაცუდია ყველას გვაქვს კიდე ერთხელ ვამბობ, აი კარმის კუდიდან გამომდინარე ნეგატივი, ეს უბრალოდ უნდა დამუშავდეს. დამუშავდეს როგორ დავიწყოთ აი ავყვეთ ხო ასე ვთქვათ ქვევიდან 11 ენერგიიდან და როგორ უნდა დაამუშავოს ეს ადამიანმა მაგრამ სანამ გადავალ ამ დამუშავებაზე შეგახსენებთ რომ მე ვარ ნათია შაი გამოიწერეთ არხი ეს მე ძალიან გამახარებს და თქვენთვის კარგია ენერგეტიკულად კარგად იმუშავებს რომ ბალანსის და ენერგიების გაცვლა გამოცვლა მოხდება და ვისაც ურს ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა რა მარტო ბედის მატრიცაზე შეუძლიათ დამიკავშირდეს ნომერზე 591233507 რომელიც აქტიურია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც, ან მომწეროს ქართული შრიფტით Facebook-ში რეიქი მკურნალი. მაშ ასე როგორ უნდა დაამუშავოს ამ ადამიანმა თავისი სულიერი ენერგეტიკა. დავიწყოთ ქვევიდან, ყველა მძიმე წარწერიდან და ავიდეთ ბოლომდე, ხო, კიდევ ერთხელ გავიაროთ. ფიზიკური ძალიან დიდი ძალა. მოკლედ ეს ძალა უნდა მართოს ძალიან სწორად და ძალიან მართებულად. იმიტომ რომ ეს ენერგია და ეს ძალა არის ამ ადამიანში და თუ ეს ადამიანი სწორად ვერ გახარჯავს, ან ვიღაცას დააზიანებს და აგრესორი იქნება. ან თავის თავს დააზიანებს და გამოიფიტება და აი უენერგიო გახდება პირიქით და გამოფიტვას იგრძნობს, რაც მე ჯანმრთელობაზე გადავა. და მესამე ეს არის რომ ხო წნევები დაეწყება მე ასაკში და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ეს არის სწორად მიმართოს ეს ენერგია თავისი ფიზიკური ძალა გამოიყენოს სიკეთეში ანუ აგრესია ხო არ არის მარტო ფიზიკურისთვის ხო ფიზიკური ძალა შეიძლება ბევრ რამეს მოხმარდეს ხო სიტყვაზე შრომა იყოს გასაკეთებელი რაღაცა სასარგებლო და ამას ფიზიკური ძალა სჭირდებოდეს გარდა ამისა შემიძლია რეკომენდაცია გავცე და სულ ამას ვამბობ 11 ენერგია ვისაც აქვს ეს არის ივარჯიშეთ გამოხარჯეთ ენერგია აუცილებელია აი როგორც არ ვიცი ყოველდღე რაღაცა რაოდენობის წყალია ხო აუცილებელი ადამიანისთვის რომ იარსებოს ისე არის 11-იანებისთვის აუცილებელი ფიზიკური ენერგიის გამოხარჯვა თუ საქმე არ მოითხოვს სიტყვაზე მის ფიზიკურ ჩართულობას ენერგიის ხარჯვას ივარჯიშოს ფიზიკურად ივარჯიშოს ეს უკვე თავისი გემოვნების ამბავია, როგორ დარბაზში ივლის დილაობით ირბენს, საღამობით იცურავებს, იხტუნავებს, სახლში თუ რას იზამს, მაგრამ ეს ენერგია უნდა გამოხარჯოს. ისევ მიუბრუნდები 8-იანს, რაც ძალიან საინტერესო არის ამ ადამიანში და წამყვანი ხაზი აქვს ამ სამართლიანობის ენერგიას, მით უმეტეს სასულიერო პირია ეს ადამიანი. ნამდვილად ესმის კარგად ეს ნიჭიც არის მისი ღვთის კანონები მაგრამ აკონტროლოს თავი რომ არ განრისხდეს როცა რაღაც ისეთ ცოდვა შეეჩეხება ადამიანში არ იძალადოს მასზე არამედ დაარბილოს ეს ენერგია და მსუბუქად მიიყვანოს ადამიანი თავისი თავი ახლობლები ჭეშმარიტებამდე თავისი მაგალითით თავისი ყველაზე კაი მაინც თავისი საკუთარი მაგალითი აი მშობლებიც იმაზე მიუხედავად ანუ იმის მაგივრად რომ შვილებს ასწავლონ რომ ეს გააკეთე ყველაზე კარგად ჭრის როცა თვითონ მშობლები იქცევიან ისევე მორალურად როგორიც უნდათ რომ მისი შვილები იყვნენ აი ეს უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა და ყოველთვის აკონტროლოს თავი იმიტომ რომ აქვს ეს აგრესიული ენერგია 4-იანი 11-იანი 15-იანი და ეს უნდა მოთოკოს მის თავში და იცოდეს ერთი რამ რომ ყველას არ აქვს ეს სრულიანები ყველა მარიც ის სამართლიანობა და საერთოდ არ არის ეს გასაბრაზებელი
აუცილებელი. Თვინმე არ ღვევს, ვინმე მარიცის, ვინმე ვერ ხვდება, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ნებისმიერ ჩვენთაგანი გავდივართ განვითარების სხვადასხვა ეტაპს. Როგორც სკოლაში ხო, პირდაპირ მე-11 და მე-10 კლასში ხო არავინ არ ხვდებით, ხო, პირველი კლასიდან ვიწყებთ და გავდივართ. უბრალოდ სამყაროში ცოტა სხვანაირად არის პირველი კლასიდან რო იწყებ, შეიძლება ახვიდე და ჩამოვარდე მერე ისე ვქვევით. არ არის გარანტია ის, რომ დაბალ კლასები, ანუ დაბალ ენერგიებს რო გაივლი, რომ იქ არ დაბრუნდები. ამის გარანტიას არავინ არ გაძლევს, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენს ნებაზე, სურვილზე და ნებაზე, სურვილზე და მაინც ვიტყვი რა, აი რაღაც არ ვიცი რა ქვია მას ჭკუაზე, ხო, ვიტყვი ეს რაღაც ჭკუაზე. იმიტომ რომ ყველაფერი ბოროტი, ცუდი, დაბალი ენერგია უჭკუობა, ყოველთვის დაინგრევია ამის გამო და მოგხვდება მძიმე კარმა. ეს უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა და ესმოდეს ეს, რომ თვითონაც იყო როდესღაც დაბალ განვითარებული სული, ახალი სული, დაბალი ენერგიის მქონე სული და ყველას ნუ მოსთხოვს თავის სიმაღლეზე ყოფნას. ყველას ნუ მოსთხოვს, რომ აი აუცილებელია ილოცოთ დილით, მაგალითად, დილის ლოცვები წაიკითხოთ. ამასთან ადამიანი თავისით უნდა მივიდეს და არანაირი მადლი არ აქვს, თომას ძალით გააკეთებს ადამიანი. შემდეგი რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის მიჯაჭულობა, დამოკიდებულება, არ ვიცი რაზე აქვს, თვითონ დაფიქრდეს და დაიწყოს ამაზე მუშაობა, ფსიქოლოგიური მუშაობა, ასევე გაიაზროს რამხელა რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რომ ადამიანები დააყენოს სწორ გზაზე, ადამიანები სწორად მისცეს სარჩევა, რამხელა რესურსი აქვს ადამიანების დახმარების, იმიტომ რომ შიგნით ეს არის იმპერატორი, ყველაფერი ხელეწიფება და საინტერესოა კიდე მისი გულის ჩაკრა, ანაჰატა ჩაკრა, რომელიც არის ბედის ბურბალი და თუ ის სიყვარულით გააკეთებს ამას აბსოლუტური ის იქნება, რა ქვია, ეს დადებითი ენერგია გადამრავლებული არ ვიცი რამდენზე, ანუ 2 მაგდება, 3 მაგდება, 4 მაგდება, როგორც გინდათ ისე თქვით, იმიტომ რომ მას ემატება გონიერებას, ცოდნას პლუს სიყვარული და ყოველთვის კარგად გამოვა ეს და ადამიანის გულებში ეს ადამიანი შეძლებს რომ დაანგრიოს მავნე ჩვევები, მავნე ენერგიები, დაბალი ვიბრაციები და აიყვანოს დიდ რწმენამდე და სიყვარულამდე, ეს ენერგია მართლა ჩანს, შეიყვაროს საკუთარ თავი და სიყვარულიდან გამომდინარე აკეთოს ეს სამართლიანობა და ის რომ ეს ცოდნა მოსდევს წინა კარმებიდან რელიგიურად თქვი, რელიგიურ ეზოთერული ეს ჩანს. აი ესე უნდა დამუშავდეს მისი სულიერი ენერგეტიკა. ეხლა მე მინდა ვნახო რა არის მისი პირველი და მეორე დანიშნულება. მისი პირველი დანიშნულება. ეხლა რას ნიშნავს პირველი დანიშნულება? ნახე, ადამიანი სულიერად რო იყოს ჰარმონიაში რა, სამყაროსთან. აი შინაგანად იყოს ჰარმონიაში. ეს ენერგია აქვს სიკვდილის ენერგია. ნახე რას ნიშნავს ეს? აი ძალიან დიდებული ენერგია ამ შემთხვევაში მისი მთელი მატრიციდან გამომდინარე, იმიტომ რომ სადაც არის სიკვდილი, იქვე ჩდება ახალი. ეს ადამიანი თუ ასე იქნება, რომ ყველაფერი რაც ინგრევა, რაც კვდება, რაც დასრულდა, რამაც მომაკვდინებელი ტკივილი მოიყვანა, ამ ენერგიიდან დაბადოს ახალი, დაიწყოს ახალი, ჩაბეროს ახალი სიცოცხლეს ნებისმიერ, ანუ ნებისმიერ სიტუაცია ეს თუ ანუ ნებისმიერი გარემოება, ნებისმიერ ანუ მკვდარ ადგილას შეძლოს, რომ სიცოცხლე გააჩინოს და მით უმეტეს მისი პროფესიიდან გამომდინარე ეს ადამიანები, რომლებიც მასთან მივლეს რომელსაც მასთან ექნება ურთიერთობა, აი ჩამკვდარ სულის მქონე ადამიანებთან, მგლოვიარი ადამიანებთან, ხო, ანუ როდესაც ადამიანს აღარ აქვს არაფრის რწმენა, მკვდარია შინაგანად, ხო? იქ სიცოცხლე დაბადოს და გააჩინოს, აი ამისთი იქნება უბედნიერესი ადამიანი, ეს პიროვნება ძალიან დიდ ჰარმონიაში იქნება სამყაროსთან და აი ერთ გამაში, ერთ ლირიკაში, ერთ ხმოვანებაში იქნება სამყაროსთან შერწყმული. ეს არის მისი ძალიან დიდი მისია.
რაც შეეხება მატერიაში რა უნდა გააკეთოს, ისევ და ისევ ეს არის მისი ცოდნა, არქეტიპული, არქაული, რეინკარნაციებიდან წამოყოლილი, რაც ესე პირდაპირ არ გვახსოვს, მაგრამ ისეთ სფეროში, აი ზუსტად იქ მოხდა, სადაც უნდა ყოფილიყო, განავითაროს და გამოიტანოს გარეთ, გაავრცელოს თავისი ცოდნები, გაუზიაროს თავის მრევლს მაგალითად, ხო, ან ახლობლებს. და ამათი ბალანსი არის სიმარტივე. ამათი ბალანსი არის ეს, რომ გააკეთოს სილაღით მიაწოდოს, სხვათა შორის ეს კარმის დამუშავებაში ძალიან დაეხმარება და არა ძალადობით, ხო არიან ესეთი მოძღვრები, რომ კაცრი, ისეთი მკაცრი მამაოა, რომ იტყვენ, არა, ეს უნდა იყოს, ამაზე იმუშავოს თავის ხასიათში, თავის პიროვნებაში, რომ ეს აგრესია, ეს უკეთ ხმალამოღებული არ იბრძოლოს სიმართლისთვის და სიკეთისთვის, არამედ რბილი ენერგიით გავრცელოს ეს ინფორმაცია. კიდე აქ ჩანს, რომ ამ ადამიანს თავისი კარმის კუდიდან გამომდინარე ცოტა არ იყოს დაძაბული ურთიერთობა ექნებოდა დედასთან. ეს ჩანს მისი კარმის კუდიდან, ეს უნდა დაარეგულიროს, რითინაც ასევე მამის მხრიდან ქალების კარმას ეგრეგორს დაეხმარება ამ ენერგიის დამუშავებაში. დღეისათვის სულ ეს იყო ამ ნაწილისთვის, მეორე ნაწილისთვის და გაგრძელება აუცილებლად იქნება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემ ნომერს აქტიური ვიბერზეც, WhatsApp-ზეც, ეს არის 591 233 507 და ასევე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი. დროებით შემდეგ ნაწილამდე.